აქ ვინმე MMA-ის ლეგენდობას ხო არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში ილია თოფურიას უკვე საკმარისი აქვს იმისთვის გაკეთებული, რომ ეს სტატუსი დაიმსახუროს. მან საკუთარი ჩემპიონის ქამარი დათმო და ზედაწონაში უფრო მძიმე ბიჭებთან ჩხუბის გადაწყვეტილება მიიღო. ავიდა სუბუქ დივიზიონში და გამოიწვია ჩემპიონი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი იყო. ამ დროს მახაჩევი რა შვება? საკუთარ ტიტულს თმობს და 77 კილოში გარბის. ილია სატიტულო ბრძოლაში კი ჩარლზ ოლივეირას, MMA-ის უდავო ლეგენდას უპირისპირდება და რას აკეთებს? პირველივე რაუნდში უგონოდ თიშავს. აი ასე გამოიყურება ბოლო სამ ბრძოლაში ილიას გათიშული მოწინააღმდეგეების სია. ქვემსუბუქი წონის ორგზის ჩემპიონი და pound for pound რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი ალექს ვოლკანოვსკი. ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი და BMF ქავრის მფლობელი მაქს ჰოლოვეი. და მსუბუქი წონის ჩემპიონი ყველაზე მეტი ფინიშით ორგანიზაციის ისტორიაში ჩარლზ ოლივეირა. ნუ თუ ეს რეზიუმე საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ილიამ სუპერ ვარსკვლავის ტიტული დამსახურებლად მიიღოს. ამასთან დაკავშირებით დანა უაიტს საკუთარი აზრი აქვს. პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ ილია თოფურია ყველა კომპონენტს აკმაყოფილებს იმისთვის, რომ UFC-ს და ზოგადად საბრძოლო ხელოვნებების სამყაროს სუპერ ვარსკვლავად იქცეს. ბოსის ასეთი კეთილგანწყობა საქმის წარმატებისკენ ერთ დიდ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს. თუმცა ეს ყველაფერი შორეული მომავლის ამბებია და მოდით ახლო მომავალზე ვისაუბროთ. ჩარლზ ოლივეირას გათიშვის შემდეგ MMA-ის გულშემატკივრებს ერთი სული აქვთ ილია მსუბუქი წონის ახალგაზრდა ცხოველებთან დაიტესტოს. არსებობს ორი ვარიანტი: არმან ცარუკიანი და პადი პიმბლეტი. თოფურიას პადი რომ არ უყვარს, ეს უკვე დიდი ხნის ამბავია და კარგადაც მოგვეხსენება. ამას ილიას ლონდონში სტუმრობის კადრებიც კარგად ადასტურებს. რომ არ მოგატყუოთ, არც პადის ეხატება დიდად გულზე ილია თოფურია. სული მას გაიძახის, ერთი სული მაქვს ამ ბიჭს როდის გავთიშავო. ეს იქნება ბრძოლა, სადაც ორ ბიჭს რეალურად აქვს იმის სურვილი, რომ ერთმანეთის სიკვდილამდე ცემონ. ამას ამბობს ილია თოფურია. აი ეს ქმედება ნათლად აღნიშნავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც ილიასა და პადის შორის არის. პრესკონფერენციაზე საუბრისას დანა უაიტმა აღნიშნა, რომ პადის ოქტაგონზე ასვლა არ მოეწონა. ეს დაგეგმილი არ იყო და ინგლისელი ასე არც უნდა მოქცეულიყო. ჩემი აზრით პრეზიდენტის ასეთი რეაქცია ბუნებრივიც იყო. ილიასა და ჩარლზის ბრძოლის დამზღვევი არმან ცარუკიანი იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ დანა უაიტის გონებაში სწორედ სომეხი განიხილება საჩემპიონო ბრძოლის პოტენციურ მონაწილედ. ყველაზე კომიკური ის იყო, რომ ილიასა და პადის დაპირისპირებამ ყველაფერი ისე გადაფარა, რომ ცარუკიანის საერთოდ არავის არ გახსენებია. არსებობს ჯასტინ გეიჯის ვარიანტიც, მაგრამ ამ ბიჭის სატიტულო რბოლაში ჩართვა ძალიან მეეჭვება. მოუშველიებ ისევ პრესკონფერენციას. დანას ჟურნალისტმა უთხრა, რომ გეიჯი საჩემპიონო ტიტულს ითხოვს და ამის შემდეგ კარიერასაც დაასრულებს. თქვათ მოხდა სასწაული და გეიჯი ილია თოფურია დაამარცხა. როგორც წარმოგიდგენიათ, ორგანიზაციისთვის მომგებიანი იქნება ისეთი ჩემპიონის ყოლა, რომელიც იმ დღესვე დათმობს ქამარს და კარიერას დაასრულებს. თანაც ის კაცი არაა ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც ორგანიზაციას ფულს არ მოუტანს. დღეისათვის სულ ეს იყო. კომენტარებში დაგვიწერეთ, ვის განიხილავთ ილია თოფურიას მომავალ მოწინააღმდეგედ. ასევე დაგვიწერეთ კომენტარი, არის თუ არა ილია თოფურია MMA-ის მომავალი გოუთი. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოგჩეთ სიახლეები MMA-ის სამყაროში. მომავალ ვიდეომდე.